რომანების პირველი რიგი საქმე ჭეშმარიტისა და სიყალბის გარჩევა. ალბერ კამიუ, ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი. პირველმა საკუთარი სახელის უგდავ საყოფად მუზეუმი ააგო. მეორე სოფლიო ბავშვებისთვის ხელოვნური კვების პროდუქტები გამოიგონა და ამით გაითქვა სახელი. პირველს მრავალრიცხოვანი ჯალაბობა დარჩა, რომელთა დიდ წინაპართა მხოლოდ სახელი აკავშირებთ. მეორეს კი საკუთარი შვილი არ ჰყოლია. სამაგიეროდ, ყველა ბავშვი, ვინც მის მიერ შექმნილი საკვებით აღიზარდა, საკუთარ შვილად მიაჩნდა. ეს არის ჟან პოლ გეტის და ანრი ნესტლეს დიდი ბიზნესი რადიო პალიტრასა და პალიტრა ტივის ეთერში. მე ვარ გიორგი კალანდაძე, გამარჯობა. სოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ხშირად უცნაურობებით გამოირჩევიან. ზოგიერთი ეკონომ-კლასით დააფრინა, საკითხებზე სეილების დროს დადის და იაფასიან სწრაფი კვების ობიექტებში იკვებება. გამონაკლისი არც ნავთობის მაგნატი ჟან პოლ გეტი იყო, რომელიც საკვებზე ეკონომიას აკეთებდა, სტუმრებისათვის საკუთარ სახლში ფასიანი ტელეფონი დააყენა და სიცოცხლის ბოლომდე წინდებს თავად ირეცხავდა. არდა ჟან პოლ გეტი მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად მიიჩნეოდა. მის ბიზნეს იმპერიაში შედიოდა ნავთობკომპანია გეტი ოილი და 200-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის კონცერნი. პოლ გეტი 1892 წლის 15 დეკემბერს ამერიკაში ქალაქ მინიაპოლისში დაიბადა. მამამისი ჯორჯ გეტი ნავთობის სფეროთი იყო დაკავებული და თავისი ეპოქის ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენად ითვლებოდა. 1903 წელს მან გარისკა და იყიდა $500 მიწის ნაკვეთი ოკლაჰომაში, სადაც მოულოდნელად ნავთობის დიდი მარაგი აღმოჩნდა. 11 წლის პოლი მამამისის კომპანიაში აქციონერი იყო, თუმცა ფასიანი ქაღალდები მან გაზეთების გაყიდვით დაგროვილი ფულით იყიდა. ბიოგრაფები წერენ, რომ საქმიანი ალღო და უნარები პოლს ბავშვობიდანვე ჰქონდა. მაგალითად, მას ჩვევად ქონარვეულში ჩაეწერა შემოსავლები და ხარჯები და ანგარიში ეწარმოებინა. პოლ გეტიმ სწავლა გააგრძელა და მალე ორი უმაღლესი სასწავლებელიც დაასრულა. კალიფორნიის უნივერსიტეტში ის გეოლოგიასა და ეკონომიკას სწავლობდა, ოქსფორდში კი ეკონომიკისა და პოლიტიკის კურსი აიღო. ოქსფორდის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1913 წელს პოლმა მამის საქმე გააგრძელა და ოკლაჰომა შტატში ნავთობის მოპოვება რეალიზაციას შეუდგა. პოლმა ბიზნესის დასაწყებად მამის მიერ ყოველთვიურად გამოყოფილი $100 გამოიყენა. ამასთან მან მამამისთან ოფიციალური პარტნიორული შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ერთობლივი ბიზნესიდან მიღებული შემოსავლიდან 70% დარჩებოდა მამას, 30% კი თვითონ. ამბობენ, რომ პოლმა პირობა დადო, მანამ არ დაეტოვებინა ოკლაჰომა, სანამ არ გამდიდრდებოდა და $1,000,000 არ გამოიმუშავებდა. პოლ გეტი მეტად იღბლიანი აღმოჩნდა და სულ რაღაც 3 წელიწადში პირველი $1,000,000 იშოვა. პოლი 23 წლის იყო, როდესაც მშობლებს განუცხადა: "მეს ესაა, რაც ჩემი პირველი $1,000,000 გამოვიმუშავე და შეგიძლიათ მენდოთ, რომ ეს ბოლო არ იქნება." მშობლებმა იღბლიანი ვაჟის საქმიანი ინტუიციისა იწამეს და როდესაც გეტი უფროსმა პოლმა სანტა სპრინგში მიწის ყიდვა ურჩია, მან ზედმეტი ფიქრის გარეშე დაუჯერა შვილს და არც უნანია. მიწა, რომლის ყიდვაც გეტიმდე არავის სურდა, ნავთობით მდიდარი აღმოჩნდა და ჯორჯ გეტის უდიდესი შემოსავალი მოუტანა. პირველმა მსოფლიო ომმა პოლ გეტის წისქვილზე დაასხა წყალი. ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა. 1920 წელს პოლ გეტიმ შეიძინა რამდენიმე ნავთობკომპანია, რაც მისი ფინანსური იმპერიის საფუძველი გახდა. სხვათა შორის გეტი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისი გახდა იმ ამერიკელ ბიზნესმენთა შორის, რომელმაც დიდი დეპრესიისას გამდიდრება მოახერხა. თავის ფინანსურ წარმატებაზე გეტი ამბობდა: "ჩემი ტაქტიკა მარტივია, მე ვყიდულობ მაშინ, როდესაც სხვები ყიდიან." პოლ გეტის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი შენაძენი გახდა ნავთობმოპოვების უფლების შესყიდვა საუდის არაბეთში 1959 წელს, რომელმაც სულ რაღაც 1 წლის თავზე მილიარდიანი მოგების მოტანა დაიწყო. 1957 წელს პოლ გეტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად აღიარეს. ეს ტიტული მან სიკვდილამდე შეინარჩუნა. 1968 წელს პოლ გეტი მილიარდერი გახდა. თავისი ხასიათით პოლ გეტი საკმაოდ ექსცენტრიული და თავისებური ადამიანი იყო. ის 5 ჯერ იყო დაქორწინებული და ყველა თავის ვაჟთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გეტი საცხოვრებლად ინგლისში, სურეიში გადაბარგდა. მის სახლს შემოვლებული ჰქონდა გალავანი. მილიარდერის სიმყუდროვის უშიშროების არმია იცავდა. პოლ გეტიზე ამბობდნენ, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღიმება. ის დედამის 30 წელი ხმას არ სცემდა და როდესაც უკვე მოხუცებულს მიზეზი ჰკითხეს, გეტი მოპასუხა, რომ სწორედ დედამისის წყალობით, გაცილებით გვიან გახდა მილიარდერი. როდესაც მას ბოროტმოქმედების მიერ გატაცებული შვილიშვილის გამოსყიდვა შესთავაზეთ, გეტიმ კატეგორიული უარი თქვა. მე 14 შვილიშვილი მყავს. ერთის გამოსაწყიდს თუ გადავიხდი, სხვებსაც მომდაცებენ. შედეგად გამოსაწყიდი საკმაოდ სოლიდური თანხა დაგროვდებაო.
თანამედროვეები გეტის მტაცებლად მიიჩნევდნენ, რომელიც თავის მსხვერპლს ნელა და ფრთხილად უახლოვდება. ნავთობ ბაზრის მონაწილეები გეტის გამოჩენას მხოლოდ მაშინ ამჩნევდნენ, როდესაც მას ეს ბაზარი ხელში ჰქონდა უკვე ჩაგდებული. გეტის პატარა ოფისი პარიზის სასტუმრო გეორგ მეხუთის მესამე სართულზე ჰქონდა გახსნილი, სადაც ის ღამეებს ათევდა და ტელეფონით ყიდულობდა კონცესიებს, მოლაპარაკებებს აწარმოებდა საგადასახადო შეღავათების თაობაზე ნავთობის სულთნებთან და მეფეებთან. 20 წლის მანძილზე გეტის კომპანიამ შეიერთა კონკურენტი ფირმები, მათ შორის ზოგიერთი მის გეტი ოილზე ბევრად დიდიც იყო. ერთხელ პოლ გეიტის მიზანში მოხვდა Tidewater Associated Oil Company, რომელსაც საკუთარი ჭაბურღილები არ ჰქონდა. სამაგიეროდ განკარგავდა ნავთობ გადამამუშავებელ საწარმოებსა და ამერიკის მასშტაბით ბენზინ-გასამართ სადგურებს. გეტიმ Tidewater-ის შესყიდვა გადაწყვიტა და ამისათვის კომპანიის აქციების შესყიდვა შეუდგა. როდესაც ის Tidewater-ის ფასიანი ქაღალდების ყიდვას შეუდგა, ერთი აქცია $2.5 ღირდა. მალე ფასმა $10 მოიმატა. გეტიმ შეამჩნია, რომ Tidewater-ის მიმართ ინტერესი თვით ჯონ როკფელერსაც ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად გეტიმ აღებული კურსიდან არ გადაუხვია და ჯონ როკფელერს მის ხელთარსებული აქციების გამოსყიდვა შესთავაზე. ასეა თუ ისე მალე Tidewater გეტის ბიზნეს იმპერიაში აღმოჩნდა. 25 წლის შემდეგ Tidewater-ის ბედი როკფელერის სტანდარტ ოილმაც გაიზიარა. ბიზნესით უნდა დაკავდეს მხოლოდ ის, ვისაც ლოდინი შეუძლია, ამბობდა პოლ გეტი. 1957 წელს ის პირველი იყო ჟურნალ Fortune-ის ტოპ ლისტში, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიას. მან სიმდიდრით ფორცაც გაუსწრო და როკფელერსაც. მომდევნო 1960-იან წლებში გეტი ოილი კიდევ უფრო გაფართოვდა. Fortune-ის გათვლებით გეტის ქონება ყოველდღიურად $500,000 იზრდებოდა. მილიარდელი, რომელსაც საკუთარი მილიარდების დათვლა შეუძლია, ასეთად არ მიიჩნევა. ეს ციტატაც პოლ გეტის ეკუთვნის, რომელმაც 1960 წელს ამერიკა დატოვა და საცხოვრებლად ნისლიანი ალბიონი აირჩია. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამ გადასახლებას სავსებით პროზაული მიზეზი ჰქონდა ლოიალური ბრიტანული საგადასახადო კანონების სახით. ყველაზე მდიდარი ამერიკელი ბრიტანეთის მაღალ საზოგადოებას არ უყვარდა, რადგან ის იაფად ყიდულობდა გაღარიბებული ბრიტანული არისტოკრატიის უძრავ ქონებას. პოლ გეტი თქავს გაკოტრებულებისა და უბედური ადამიანების გვამებს. ასე შეაფასა ერთმა ბრიტანელმა ლორდმა უმდიდრესი ადამიანის საქმიანობა ბრიტანეთში. თავისი რეზიდენცია სურეის საგრაფოში პოლ გეტიმ საზერლენდის გაკოტრებული ჰერცოგისგან შეიძინა და უძველეს რეზიდენციაში 60,000 გირვანკა სტერლინგი გადაიხადა. ამდენს გეტი 2 დღეში გამოიმუშავებდა. ერთხელ პოლ გეტის კითხეს, რატომ შეიძინა შუა საუკუნეების სასახლე. ამერიკელმა მილიარდერმა უპასუხა, რომ სასტუმროებში ცხოვრება მას უფრო ძვირი დაუჯდებოდა. ბრიტანეთში გეტი პრესის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. მისი ოჯახის წევრები ხშირად ხვდებოდნენ სკანდალურ ქრონიკებში. ბრიტანული პრესა დიდხანს წერდა პოლ გეტის რომანზე ვინმე მარი ტესიესთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ნიკოლაი მეორეს ნათესავად ერგებოდა. ისინი ერთმანეთს გლოსტერშირის ჰერცოგის სასახლეში გამართულ მიღებაზე შეხვდნენ. მარი ტესიეს სიახლოვეს ახალგაზრდა ბრიტანელი არისტოკრატები იყვნენ შემოკრებილნი. მას ახალგაზრდა მარი თვალში მაშინვე მოუვიდა და დიდხანს აკვირდებოდა. შემდეგ მიუახლოვდა და თავი წარუდგინა. ის ღამე მარიმ გეტის სასახლეში გაატარა. მოგვიანებით ის რეპორტიორებს გამოუტყდა, რომ ამერიკელმა მაგნატმა ის ინტელექტით მოხიბლა, თუმცა მას მარი მალევე მოსყინდა მრავალრიცხოვანი საყვარლების მსგავსად. პოლ გეტი 5 ჯერ იყო დაქორწინებული და მისმა არც ერთმა ქორწინებამ 3 წელზე დიდხანს არ გასტანა. როგორც ამბობენ, მისთვის ქორწინება სრულდებოდა მაშინვე, როდესაც იგებდა ცნობას მეუღლის ფეხმძიმობის შესახებ. ერთხელ კალაბრიელმა მაფიოზებმა ნავთობ მაგნატის შვილიშვილი მოიტაცეს და გამოსასყიდის სახით $2 მილიონი გადახდა მოითხოვეს. მათ გასაკვირად პოლ გეტიმ თავდაპირველად ფულის მიცემა არ ისურვა. მალე მან პოსტით მიიღო შვილიშვილის მოჭრილი ყური და მხოლოდ მას შემდეგ გამტაცებლებმა გამოსასყიდი მიიღეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, პოლ გეტი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ გატაცება თავად გატაცებულმა დაგეგმა. როდესაც დაზარალებული ახალგაზრდა ტყვეობიდან დაიხსნეს, პოლ გეტიმ შვილიშვილთან საუბარი არ ისურვა. როდესაც შიდსით მისი კიდევ ერთი შვილიშვილი გარდაიცვალა, პოლს აზრადაც არ მოსვლია, რომ გლოვიარე მშობლებისთვის თანაგრძნობის წერილი გაეგზავნა. ბიზნესის გარდა პოლ გეტის კიდევ ერთი გატაცება ჰქონდა. ის აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს. ერთ-ერთი პირველი ტილო, რომელიც მან იყიდა, რემბრანდტს ეკუთვნოდა. ამბობენ, რომ პოლ გეტიმ არჩევანი ამ ტილოზე არა იმდენად სახელგანთქმული ავტორის, არამედ მისი სიაფის გამო შეაჩერა. რიგება 1940 წელს შედგა. ტილოს ყოფილი მფლობელი ჰოლანდიელი ებრაელი იყო, რომელმაც რემბრანდტის ნახატი გეტის $65,000 დაუთმო.
სხვათა შორის მისი მხატვრული გემოვნების შესახებ იმდროინდელი პრესა ქილიკობდა და წერდა, რომ გეტი ფერწერულ ნამუშევრებს შპალერის ფერის შესაბამისად ყიდულობსო. თუმცა გეტის მსგავსი რამ საერთოდ არ აღელვებდა. ის ყიდულობდა გაკოტრებული არისტოკრატების მფლობელობაში არსებულ კოლექციებს, რომელიც აუქციონებზე შემდეგ იაფად იყიდებოდა. მალე პოლ გეტი მალიბუში ნამდვილი მუზეუმის აგება გადაწყვიტა. პარადოქსია, მაგრამ მომავალი მუზეუმი ნავთობ მაგნატს საკუთარი თვალით ნანახიც კი არ ჰქონია. სამშენებლო სამუშაოებს გეტი ლონდონიდან ხელმძღვანელობდა. როდესაც სამშენებლო სამუშაოები დასრულდა, გეტიმ თავი მოუყარა ხელოვნების ნიმუშების კოლექციას და ახლად დაარსებულ მუზეუმში გადააგზავნა. პოლ გეტი 1976 წელს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრეებმა პირველი შოკი ანდერძის გამოქვეყნების შემდეგ მიიღეს. სოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პირდაპირმა მემკვიდრეებმა მისმა შვილებმა თითქმის არაფერი მიიღეს. უფრო მეტი შეხვდათ ერთგულ მსახურებს, უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მასაჟისტს, ექიმსა და მდივანს. თავისი მილიარდები პოლ გეტიმ მალიბუში ახლად გახსნილ მუზეუმს დაუტოვა, რომელიც მომენტალურად იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს მუზეუმად. შეეხება პოლ გეტის შვილებს, მათი ცხოვრება წარუმატებლად წარიმართა. მას სულ 5 ვაჟი ყავდა. პირველი შვილი, რომელიც წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, ალკოჰოლიზმმა დააღუპა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეორე ვაჟი გაკოტრდა და მამის მილიარდიანი მემკვიდრეობიდან მხოლოდ მისი დღიური ერგო. მესამე შვილი ისტორიაში შევიდა როგორც მაროკოელი ჰიპი. მარაკეშის მახლობლად მდებარე სასახლეში დღე და ღამე გრძელდებოდა ორგიები, სანამ სასახლის პატრონმა თავი დიაბეტისა და ციროზის დიაგნოზით კლინიკაში არ ამოყო. მეტაგლები წარმატებით წარიმართა პოლ გეტის სხვა მემკვიდრეების მომავალიც. რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ადამიანზე, რომლის ბიზნესმაც ბავშვთა კვების სექტორში გადატრიალება მოახდინა.